მე მისი წინსართი, მე მოდის მტრედი, არის მისი ძირი წინსართი და მე არის ქალღმერთება ნანა, ანუ ნას ვკითხულობთ. და ეს თელი ტექსტის აგების დროს ჩხოფაი ორონე ნანა გამოვიდა. ჩხოფაი არის გასლოსნებული, გამზიანებული ეს რომ ვთქვათ. ორონე არის ღმერთი ორიგინალში და ნანა თვითონ ეს არის გასლოსნებული დედა ღმერთი. როცა ჩვენ წავიკითხეთ მაგ დროს დაახლოებით რომ ვთქვათ ძალიან ისეთი შთაბეჭდილება გქონდათ რომ აი სიკვდილის პირამდე მივედით იმიტომ რომ მე ვიცოდი უკვე რა საიდუმლო მე უცნაურად არაშობი ფორმით ლაპარაკობდი მე არაშობ თქვენ რამდენი ხართ წარმოუდგენელი მე უცნაურად შეკითხავს მაგრამ რაღაც მარტო არა ხართ აი ლაპარაკობთ თქვენ საკუთარ თავზე ბრალობთ ეს მომწონს შევქენით კიდევ ჩვენ ყავს რომელიც ასაული ჩემს გარშემო არის ბევრი ახალგაზრდები ცდილობენ ასე კონკრეტულად არის ბევრი ეგვიპტურის მაგალითად ჩათვალე თქვენ რამდენიმე ხართ ამ შემთხვევაში როგორც მეცნიერული საუბრით ვარ ჩვენ და ამიტომ საუბრობთ ჩვენ იმიტომ ახლა შამპოლიანი მაგალითად ხო თვითონ ფრანგულ ოჯახში დაბადებული თავიდან ბოლომდე გავდა ეგვიპტელს კანის ფერითას თქვა თვითმკვლელას კი მოყვითალო ქონდა თვალის ეს ცნობილი ფაქტია ხო მეც გაშიფრა და რეალურად ეს ყველა არ ხდება იმიტომ რომ მე მინდა ამოხსნას რაღაც წარმოუდგენელი რაღაცა როგორ შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს ფანტასტიკური რამ და ქონდეს განსაკუთრებული განსტაშილი ჩაღრმავების დაბასხეთავ კიდევ თქვენ საუბრით ეს თვითონ მანერითაც კი საერთოდ მე როგორც პროფესიით მათემატიკოსი არანაირად არ მქონდა დაუშვათ წინასწარ რომ მე ფესტოს დისკოს წავიკითხავ საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა მაგრამ რაღაცა არ მასვენებდა ეს იყო ჩემში რაღაცა და ამიტომ მომიწია ბევრი დამწერლობების შესწავლა და ჩემთვის გრაფიკულად უკვე ფესტოს დისკოს წაკითხვა მთლიანად იმ ღამეს შევძელი მთლიანად ერთ ღამეში წავიკითხე მის შემდეგ ჩვენ ვეძებდით დამადასტურებელ დოკუმენტებს არქეოლოგიურ მასალას ჯერ ჩვენ წავიკითხეთ და მე შევისწავლეთ სხვა რაღაცებაში ჩავღრმავდით სიტყვების ძირებს და სხვა რამეთს აი თუნდაც მეცნიერებთან ურთიერთობა ახლა აკადემიკოსებთან და ასე ვთქვათ კლასიკურ ასე ვთქვათ სფეროებთან როგორ წავიდა ახლა არ იქნებოდა თქოს უღრუბლო ხო ჩვენთან მოულოდნელი არ ყოფილა ეს იდეა და ახლობით რომ ფესტოსის დისკო ყოფილიყო პროტო ქართული კოლხური ენაზე შესრულებული მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა მეცნიერებისთვის ავტორიტეტი ან მეცნიერებისთვის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. ჩვენ საუბარი გქონდათ ბატონ თამაზ გამკრელიძესთან. ბატონ თამაზი არაჩვეულებრივად შეხვდა ამ იდეას, მას აქვს საკითხული ჩვენი მასალები, ძალიან მოწონს და გახრთოვანებულია ერთი სიტყვით რომ ვთქვათ. ასევე გქონდა ჩვენ შეხვედრა ბატონ რისმა კორდეზიანსთან, მის ჯგუფთან, მის სამეცნიერო სკოლასთან და ჩვენ გქონდა ბევრი სხვა სამეცნიერო დაწესებულებაში გარჩევა თემის. ზოგჯერ არიან სხვანაირი აზრის, ისიც კი თქვა მეც წავიკითხავდი ზოგმა. თქვა იმიტომ რომ იმდენად მარტივად არის ჩვენ უკვე წარმოდგენილი გვაქვს ეს უკვე მარტივად. კარგია გაკეთებოდა წაიკითხა რა თქმა უნდა. იოლია. ბატონ თამასთან დაკავშირებით აქვს თავისი იდეა რომ ჩვენ გავაკეთებთ ამის წარდგენას მსოფლიოს წინაშე რომ დაიხვეწოს ეს ყველაფერი ჯერ აქ უნდა გაერჩიას ეს საქართველოში და შემდეგ ვცდილობთ რომ წარვადგინოთ მსოფლიო როგორც მე ვიცი თქვენ წიგნის გაქვთ დაწერილი გამწოდებული მაგას ნახულობ საშუალებები არ აქვს თუ დაბეჭდოს ეს წიგნი 600 გვერდიანი A4 სიდიდის წიგნი უნდა იყოს, მთელი ფოტომასალა უნდა იყოს აქ წარმოდგენილი, ამიტომ ჭირდება ამ წიგნს ძალიან ფართოდ დაფინანსება. ფერადიც უნდა იყოს თავისთავად, რომ ფერადი მოითხოვს. და ერთხელ კრეტაზეც უნდა გაისერნოთ და ნახოთ ის ყველა. კრეტაზეც უნდა ვნახო ორიგინალი. ბუნებრივია. არა მაგის მოხერხება ალბათ შესაძლებელია, ბევრად უფრო იოლია. მაგის მოხერხება ვიდრე თქო წიგნის გამოცემა, იმიტომ მაგრამ მე ძალიან მისურვებდი რომ თქონი ჩვენს მაყურებელს თუ ეხლა ფშტოში პოლიტიკურ თოქ-შოუს არ უყურებს და ჩვენ შემოხდოს სერიოზულად მოეკისროს ამ საკითხს და ვისაც ხელაწიფება დაეხმაროს ბატონ გიაკვაშელავას და ეს წიგნი გამოიწეს, იმიტომ რომ მე მართლაც მიმაჩნია რომ ძალიან სერიოზული რაღაცა ხა მე რა თქმა უნდა არა პროფესიონალი ვარ, მაგრამ სულ ემოციურად ჯერა რომ ეს მართლაც მასია და ჟღერს არაჩვეულებრივად. ჩემთვის ნიშნულობრივია ის რომ ჟღერს ლამაზია. მშვენიერი და მოდეჭეშმეტებით სავსე. თან
ქართული ხდება ხო? დედა ნანა ხო რეალურად. აქ დავამატებდით, რომ ამის ინგლისური თარგმანიც შესრულდა პროფესორი ნანა შენგელაია ნანა შენგელაიამ თარგმნა ეს ტექსტი ინგლისურად და რუსული თარგმანი აქვს შესრულებული მერაბ ჯანელიძეს. ორიგინალებიდან თარგმანი ძალიან დაახლოებულია ეს ტექსტები. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ფესტოსის დისკოს გაშიფრვას ჩვენთვის? ჩვენ შეგვიძლია ოფიციალურად შემდეგში განვაცხადოთ, როცა უკვე სოფლი აღიარებს, სახელმწიფოებრიობა გვაქვს დაახლოებით 4000 წელი. შესაძლებელია 3000 წელს რომ აღვნიშნავთ, 1000 წელიც კიდე წინ გადავინაცვლოთ. ეს პირდაპირ ნიშანია სახელმწიფოებრიობისთვის კულტურის როცა დამწერლობა არსებობს, ხო მაინც სახელმწიფოსთან ენა ერზეა უფრო მეტად. იქ დამწერლობაც არსებობს და სახელმწიფოებრიობა რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ითქვას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უпростоრად უცხოელ მეცნიერებთან საუბრები მქონდა ჩვენ თბილისშიც ბევრი იყო ჩამოსული, მიმოწერაც გვაქვს დაახლოებით წერილთა რაოდენობა ძალიან ბევრია, 7000 აჭარბებს. თვითონ მიწერბოზე არა, დაინტერესებული. ჩვენ აქედან გვაინტერესებდა მხოლოდ 10 მეცნიერის აზრი, ვინც უშუალოდ მუშაობდა ფესტოსის დისკოზე და მათ საკუთარი თეორია აქვთ. და აღიარების დროს ეს ტექსტები, რაც მათ ჩვენ მოგვაწოდა უბრალოდ წერილში რაც არის აღნიშნული, თანხმობის ტექსტები აქვს ჩვენ ჩანს რომ, მაგრამ ამას სჭირდება უფრო საერთაშორისო მნიშვნელობით კონგრესი, რომ ჩვენ ეს გავიტანოთ. ამ კონგრესზე უნდა იყოს გარჩევა, ეს ოპონენტები უნდა იყოს სოფლიო მასშტაბით მოწვეული და ამის შემდეგ უნდა მოხდეს ფესტოსის დისკოს საკითხვის როგორც ასეთი საკითხად მოხდა მისი აღიარება. Acum să interesează să mă xamerăm, dar succes zogi tko suda tecnikurat getaxva, tecnikurat tko kitxis metodologiaze, getaxva zogi tko tai marsoni sistemis დაყოფაზე, მაგრამ აი არის ისეთი თქო მოძების ის ვაჟი, აბა გეთახმოთ ბოლომდე როგორც თქო გითხულობთ, ხო? მაგრამ აი არის თქო იგივე დასავლში ამერიკელ პესტილებს შორის ისეთი რომელიც ბოლომდე იზიარებს თქვენ პოეზიას. ახლა როგორც ოპონენტები რო გეყოლებათ ეს ამას ალბათ მტკიცებულება ტექსტის წაკითხვისა ერთადერთი გზა არის ჩვენ სხვა ხوارა გვაქვს ფესტოსის დისკოს გარდა თვითონ ამ ტექსტის შიგნით უნდა ვნახოთ ღვთაების სახელი და ან ტოპონიმი აი ეს ამტკიცებს ტექსტის სწორ წაკითხვას და კიდევ არის ერთი მიმართულება რომ ამ ნიშნების შედარება უნდა მოხდეს სხვა ტექსტებში თუ არის სადმე და არქალოხორის ცული ასეთი დაახლოებით იმ საუკუნეებში აღმოჩენილი იმ საუკუნეების დათარიღებულია იქ ჩვენ მოვახერხეთ საკითხვა სად არის ეს ცულა აღმოჩენილი ისევე კრეტაზე და იქ არის 14 ნიშანი 14-დან ჩვენ გვჭირდება 4 ნიშანი რაც ფესტოს დისკოს ნახატ ნიშნებს ემსგავსება და ამ მსგავსებით ჩვენ იქაც მოვახერხეთ ცული ალბათ რიტუალური ცულია ხო ორმაგი ნაჯახია ეს დაკავშირებულია საერთოდ ზევსთან ორმაგი ნაჯახი და წერია ობალია ანუ კიბელის კოლხური ვარიანტი არის წარმოუდგენელი კიბელი პირდაპირ ამასაც მომიწია ყოფნა